თინა ხიდაშელი უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებთ თქვენ. ყოველ შემთხვევაში თქვენ კანდიდატურაზე საუბრობს კოალიცია და მისი ხელმძღვანელი. მუდმივ მოქმედი იქნება ეს კომისია? როგორც წესი საგამოძიებო კომისიები ეს დროებითია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ნამდვილად დროებითი იქნება და 4 წლის განმავლობაში მისი აუცილებლობა არ იქნება. თუმცა 8 წელი გაქვს ალბათ თინა შესასწავლი. ხო, შესასწავლი გვაქვს 8 წელი და შესასწავლი გვაქვს, რაც თავარია ძალიან ბევრი საქმე, ძალიან ბევრი, მე არ ვიცი რამდენ ასეულს ითვლის ეს საქმეები თუ არა უფრო მეც. და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაზარალებული ამ 8 წლიანი მმართველობის შედეგად. ამიტომ რთული სათქმელია რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ ჩემი ამოცანა არის, ისევე როგორც ჩემი მეგობრების, რომ პირველი შედეგები რაც შეიძლება სწრაფად ნახოს საქართველოს. თავარი ამოცანა ასეთი კომისიის არსებობის არის, რამოდენიმე ძირითადი მიზანი აქვს მას, გარდა იმ თავარისა, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს. რომ ადამიანებს გაუჩნდეთ სამართლიანობის აღდგენის განცდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად პროკურატურამ, იუსტიციის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტმა და საერთოდ თელმა ხელისუფლებამ, რომ ალბათ ყველაზე მთავარი რის გამოც მოსახლეობამ ხმა მისცა ქართულ ოცნებას და უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას ამ არჩევნებში, იყო ის ძალიან დიდი უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში მეფობდა. და ეს უნდა გავტეხოთ, სამართლიანობის განცდა უნდა დავაბრუნოთ. მე სწორედ ასე ვხედავ ამ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მთავარ ფუნქციას და დანიშნულებას. როგორც ვიცი, საუბარია იმაზე, რომლებიც იმ საქმეებზე, იმ კანონდარღვევებზე, რომლებიც შეიცავს პოლიტიკურ მდგენელს. ანუ მხოლოდ ასეთ საქმეებზე იმუშავებ? ძირითადად, რა თქმა უნდა, შეგვიძლია პირობითად სამ ნაწილად გავყოთ მთელი ეს საქმიანობა, რაც ამ კომისიამ ჩემი ხედვით უნდა გასწიოს. პირველ რიგში ეს არის სწორედ პოლიტიკური მდგენელი, ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიება, როგორც გაყალბების ნაწილში, ასევე პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური ძალადობის იძულების ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ციკლი დაირღვეს, 20 წლიანი ციკლი საარჩევნო ძალადობის საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს და პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც საკუთარი მოსახლეობის ნებაზე ძალადობდა ამ ხნის განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ წარსულისთვის, არამედ მომავლისთვის ჩვენი ქვეყნის, იმისაც რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერასოდეს ვეღარ გაბედოს ის, რაც საქართველოში ხდებოდა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. არავის აზრადაც კი აღარ უნდა მოუვიდეს, რომ შეცვალოს ქართველი ამომრჩევლის ნება და რაღაც რიცხვები დაწეროს, პროცენტები გადაანაწილოს, მანდატებით ითამაშოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ერთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ნაწილი. არა, ჩვენ დავიწყებთ სამივე მიმართულებით ერთდროულად, ანუ ეს არის ერთი მიმართულება, რომელიც ამ კომისიის ფოკუსში მოხდება, მეორე ეს არის ის რაზეც ჩვენ სულ ლაპარაკობდით, რაზეც მე პირადად მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში ერთიც ვიყავი დაკავებული, ელიტურ კორუფციასთან და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, თემები, საკითხები, დავები, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ერთი ძალიან პატარა ჯგუფი ადამიანების, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების და ოჯახების, რომლებმაც მიიღეს ყველა სიკეთე ქართული სახელმწიფოსგან. და რის შედეგადაც გაღარიბდა და გაღატაკდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა. ისევე როგორც ძალადობრივი ქონების გადანაწილება, რომელიც განსაკუთრებით პირველ წლებში, მაგრამ არა მხოლოდ პირველ წლებში, არამედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღემდე ხდებოდა და დღესაც ჩვენ ამისი მომსწრეები ვართ, როდესაც აი ეს ცნობილი თემა რამოდენიმე დღის წინ გახდა აქტუალური, რომ თურმე რუსთავი ождаიმეც კიდევ ერთხელ უნდა აპატიოს საგადასახადო ვალები, ვიღაც პატიოსნად თუ იხდი და ის მუდმივად დასარალებული უნდა იყოს ამ ხელისუფლების პირობებში და თავად ისინი მუდმივად მოგებული და გამარჯვებული უნდა რჩებოდნენ. და მესამე მიმართულება ეს არის ის გახმაურებული საქმეები, რომელმაც პრინციპში მოახდინა ამ ხელისუფლების ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი. მათი პოლიტიკური მდგენელი, დიახ, გახმაურებული მკვლელობების პოლიტიკური მდგენელი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტულად აქ ეს პროკურატურის საქმეა და ბატონ მარჩილმა გააკეთა კიდევაც ამის შესახებ განცხადება რამოდენიმე დღის წინ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ისეთი ამბები ხდებოდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ იცოდეს სიმართლე ყველაფრის შესახებ, რაც მის ქვეყანაში ხდებოდა, იცოდეს რატომ არის დღეს ესეთი ღატაკი, როდესაც ჩვენ საარჩევნო პერიოდში დავდიოდით სოფელ-სოფელ, ხო, ოჯახ-ოჯახ მოვიარეთ მთელი საქართველო, ვიცოდით, რა თქმა უნდა,
როცა ცხოვრობ შენს ქვეყანაში იცი ხალხს როგორ უჭერს, მაგრამ მეორეა, როდესაც აი ესე კარდაკარდად იხარ და პრაქტიკულად ვერ ხედავ ვერც ერთ ოჯახს, რომელიც უკეთეს, ცოტათი უფრო უკეთესად ცხოვრობს, ცოტათი უფრო შეძლებულია. ხო, უნდა იცოდნენ ადამიანებმა ამისი მთავარი მიზეზი რა იყო. ეს ჭირდება საქართველოს სახელმწიფოს ასაშენებლად. ეს საჭირო არის საზოგადოებაში ურთიერთობის გასაჯანსაღებლად. საქართველოში და საერთოდ ეს ცნობილი ამბავი არის ხო, როგორც წესი ასეთი რეჟიმი, როდესაც თავდება საუბრობენ ხოლმე მსხვერპლზე და ჯალათზე. მაგრამ ჩვენ საქართველოში ქონდა სისტემა, სადაც იყო მსხვერპლი და ჯალათი, მაგრამ იყო მსხვერპლი და მსხვერპლი. ანუ ისიც ვინც ძალადობდა მოსახლეობაზე, მისი დიდი ნაწილი ისეთივე მსხვერპლი იყო ამ რეჟიმის, როგორც ის ვიზაც ძალადობდა. და მე ვფიქრობ, რომ იმ სახელმწიფოს, რომელიც იმ ხელისუფლების უпроსტად, რომელიც 1 ოქტომბერს დაიბადა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში და ეს მანდატი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ჩვენ მოგცა არის იმისთვის, რომ ეს იყოს პრინციპულად განსხვავებული სისტემა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 20, 25 და 30000 კაცი ციხეში არ უნდა ჩავსვათ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ აღვადგინოთ ნდობა საზოგადოებაში, რომ რა თქმა უნდა ჯალათი უნდა დავსაჯოთ, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტური აუცილებლობა სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ ამასობაში ის ადამიანები, რომლებიც ისეთივე მსხვერპლი იყვნენ ამ სისტემის, როგორც ის ვიზეთ ძალადობდნენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მათი საზოგადოებაში ინტეგრირება უნდა მოვახერხოთ. ოღონდ რა თქმა უნდა, ამას ჭირდება ნებისმიერ ჩინოვნიკს, რომელიც იძულებული იყო, ნებისმიერ სკოლის დირექტორს, მაგალითად, რომელიც იძულებული იყო, ნებისმიერ, არ ვიცი, რწმუნებულ სოფელში, რომელიც იძულებული იყო, ეძალა და დაეშინებინა, დამუქრებოდა და ეშანტაჟებინა თავისი თანასოფლელი, თავისი მეგობარი, თავისი კლასელი, თავისი მეზობელი, იმიტომ რომ მას სხვა გამოსავალი არ ქონდა, იმიტომ რომ შვილი ყავდა ციხეში, რომლის შესახებაც იცოდა საშინელი ისტორიები. იმიტომ რომ, არ ვიცი, ოჯახში ერთადერთი ადამიანი იყო დასაქმებული, რომელიც მის და კიდევ სხვა ოჯახს არჩენდა და მას სამსახურიდან გათავისუფლება და შესაბამისად შიმშილის წინაშე პირისპირ აღმოჩენა ელოდებოდათ, ხომ? ამ ადამიანებს გულისხმობ მე, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი გადასახედიდან, იქიდან გამომდინარე, რაცაც მე ჩვენს ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში ვუყურებდი, პრინციპში ისეთივე მსხვერპლია და ისეთივე სინანულს იმსახურებს, როგორც მეორე მხარე ამ პრობლემის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვერ მოხდება ესე რომ ვიღაცის პოლიტიკური ნებაა და მორჩა. ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ და ეს ასე იქნება. ამას ჭირდება წინაპირობები, ამას ჭირდება სიმართლე, რომელიც უნდა იცოდეს ხალხმა. ამ ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ სიმართლე. ამ ადამიანებმა უნდა მისცენ შანსი ქართულ სახელმწიფოს გაჯანსაღების და განვითარების. სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავიდებთ. სხვანაირად მუდმივად ექნება საზოგადოებას აი ეს მოთხოვნილება, რომელსაც ჩვენ დღეს ყოველდღიურად ქუჩებში ვაწყობთ. მე დღეს ჩამოვედი პირველად საგარეჯოდან არჩევნების შემდეგ და დღემდე არჩევნებიდან და დღემდე უდიდესი ნაწილი ადამიანების, რომელიც მე ვხვდება, ლაპარაკობს იმაზე, რომ როდის დაისჯებიან. ეს არის მთავარი კითხვა. და ვინ დაისჯება, ესეც არის მთავარი კითხვა. ხო, რა თქმა უნდა, ოღონდ აი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გვჭირდება ჩვენ, რომ ერთის მხრივ საზოგადოებას კონდეს იმის განცდა, რომ სამართლიანობა აღდგა, რომ ჯალათი პასუხს აგებს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ უნდა ავაშენოთ ჯანსაღი სახელმწიფო, არა შურის ძიებაზე დაფუძნებული სახელმწიფო, არამედ ჯანსაღი სახელმწიფო. ამიტომ არის საჭირო ასეთი ტიპის კომისია, თორე ძალიან მარტივი იქნებოდა, ყველაზე მარტივი გზა არის, რა თქმა უნდა, ყველა საქმე გამოიწვიოს პროკურატურამ, დაწყებული გორის ბაზრის ჩამორთმევიდან, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პირველი საქმე იყო ამ ხელისუფლების ქონებაზე ძალადობის, დამთავრებული აი სულ ბოლო ფაქტებით, რომელიც ამ დღეებში რაღაცა ახსენეთ ჩვენს თვალწინ ვითარდება და ყველა დავსაჯოთ. ყველას წინააღმდეგ დადგეს სასამართლოს განაჩენები. ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება განსაზღვრელი სკამზე. ძალიან ბევრი ფულია მოპარული, ძალიან ბევრი ქონება ადატაცებული, ძალიან ბევრი ადამიანი არის ძალადობის მსხვერპლი საქართველოში. უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს იმ ადამიანების, ვინც ან ციხეში ზის, ან პრობაციონერია, ან პირობითი სასჯელი აქვს. ძალიან დიდი უსამართლობა და დიდი ბოროტებას უფევდა ჩვენს ქვეყანაში ამ 8 წლის განმავლობაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამას ისევე არ ნაუპასუხოთ ბიზნეს ივანიშვილმა. ძალიან მნიშვნელოვანი, რა ვთქვა, როდესაც აი ცნობილი შეხვედრა შედგა მიხეილ სააკაშვილთან. სადაც მან თქვა, რომ ჩვენ მათ არ მოვექცევით ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. და ეს არის სწორედ ის ღირსება, რომელთაც ჩვენ უნდა ვიაროთ და ვაშენოთ ახალი ქართული სახელმწიფო.
როგორ წარმოგიდგენია თვითონ კომისიის მუშაობის საქმეების გამოძიების პროცესი და ასევე საინტერესო რა იქნება უკვე როდესაც გამოიძიებთ თქვენ საქმეს შემდეგი ინსტანცია შემდეგ სათხვდება პროკურატურაში თუ პირდაპირ ეს დამოკიდებულია იმაზე სადამდე მიგვიყვანს ამა თუ იმ კონკრეტული ფაქტის გამოძიება მე ახლა ამ გადასახედიდან როდესაც ვუყურებ და უკვე რაც პირველად ეს ინფორმაცია გაჟღერდა იმდენი ადამიანი იყო ჩემთან მოსული იმდენი ახალი ამბავი გავიგე რომელიც მანამდე არ ვიცოდი რომ ეს უკვე აბსოლუტურად წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს ამიტომ მე ესე წარმომიდგენია რომ ჩვენ ყველა საქმე უნდა გამოვიკლოთ აბსოლუტურად ყველა არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მიღმა ამ პროცესის თუ კი მას აქვს დასაბუთებული დოკუმენტურად დასაბუთებული საქმე იმის შესახებ რომ ის იყო ან პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ან ელიტური კორუფციის მსხვერპლი ან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მონოპოლიზირებული ბიზნეს საქმიანობის მსხვერპლი ხო ეს საარჩევნო თემებზე უკვე ვისაუბრეთ მაგრამ სადამდე წავა ეს საქმეები დამოკიდებული იქნება იმაზე რა სადამდე მიგვიყვანს თვითონ ამ საქმეების განვითარება რა თქმა უნდა ყველა საქმე წავა სასამართლოში აბსოლუტურად ყველა საქმე წავა სასამართლოში და კანონის შესაბამისად იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება მაგრამ კანონი უნდა იყოს სამართლიანი კანონმა უნდა გააჩინოს იმის შანსი რომ ჩვენ დავსაჯოთ ისინი ვინც სისტემის სათავეში იდგნენ ისინი ვინც აიძულებდნენ ძალადობაზე საკუთარ თანამშრომლებს. ეს არის ჩემი პირადად დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. მე არ მინდა საქართველოში ვნახო კიდევ 10,000 დამატებითი პატიმარი აი ამ საქმეების შედეგად. არავითარი мотиваცია ამის არ არსებობს, არავითარი აუცილებლობა ამის არ არსებობს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ისეთივე კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი წევრები იქნებიან ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, უბრალოდ მათ უნდა მივცეთ შანსი. ეს შანსი მათ თვითონ უნდა მისცენ საკუთარ თავს. სწორედ ამ შანსს იძლევა პარლამენტში საკამოძიებო კომისია. მათ უნდა ილაპარაკონ სიმართლე. ჩვენ უნდა ყველამ ერთად მეც, როგორც პოლიტიკოსმა, თქვენ ჟურნალისტმა, თელმა საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი, იმიტომ რომ საქართველოში ბევრი საფრთხე არსებობს და მათ შორის არსებობს დღევანდელი ხელისუფლებისგან რევანშის საფრთხე. დღევანდელი ხელისუფლება ყველგან, ყველა სოფელში და ყველა ქალაქში ლაპარაკობს იმაზე, აღვივებს რწმენას საკუთარ იმ ჩინოვნიკებში, რომლებიც ყველაზე ცუდად იქცეოდნენ მაგალითად არჩევნების დროს, აზრს იმის შესახებ, რომ ისინი 6 თვის შემდეგ დაბრუნდებიან. ამას გაიგებთ თქვენ ყველგან, სოფლებში, ქალაქებში, ადამიანები შეშფოთებულების ვოვენ ამ კითხვას, შეწუხებულები ლაპარაკობენ ამის შესახებ. ნუ თუ ეს მართლა შესაძლებელია. ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, შეუძლებელია იმიტომ, რომ ქართული ოცნების პროგრამა, სამთავრობო გუნდი და საპარლამენტო შემადგენლობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს იყოს ყველაზე უფრო წარმატებული სახალხო ხელისუფლება საქართველოში, როგორიც არასოდეს არ ყოფილა. მაგრამ ამავდროულად მე მგონი პირველ ახს ვეუბნაოდი, რომ როგორც კი ადამიანებს გაუჩნდებათ იმისი мотиваცია იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეჟიმის მსახურები და რეჟისორები იყვნენ აი იმ სცენარების, რომლებიც იდგმებოდა სხვადასხვა ტელევიზიებში, რომ ეხლა მაღალი მორალისტური პოზიციებიდან უნდა გველაპარაკონ, ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ადამიანები, რომლებიც კლავდნენ, ან მკვლელობის ბრძანებებს იძლეოდნენ, რომლებიც აყაჩაღებდნენ, ატერორებდნენ, აშინებდნენ ციხეში აწამებდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ არ უნდა მივცეთ ჩვენ იმის უფლება, რომ პოლიტიკური რეაბილიტაცია გააკეთონ. ისინი იცხოვრებენ საქართველოში, იმის შესაბამისად, როგორც მათ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება მოექცევა, მაგრამ ჩვენ მათ რა თქმა უნდა არ უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ პოლიტიკური რეაბილიტაცია გააკეთონ. ხალბატონო, თქვენ შეგიძლიათ კოალიციას გულისხმობ, მიიღოთ და შეცვალოთ კანონები. თქვენს კომისიას შეიძლება გამოიძიოს ობიექტურად საქმეები, მაგრამ რაც შეეხება სასამართლოს, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე მოსამართლეებს, თქვენ მათ ვერ შეცვლით, რადგანაც კანონით არიან მათ შეცვლით დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. საქართველოს სასამართლო სისტემის მოსამართლეების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს არ ვიცი, მე შეიძლება ამას ესე პირდაპირ დღეს უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი არ უნდა ვამბობდე, მაგრამ არსებობს ძალიან ელემენტარული ჭეშმარიტებები, რომელიც იმის მიუხედავად ოპოზიციაში ხართ, ხელისუფლებაში ხართ, ჭეშმარიტება რჩება. საქართველოს სასამართლო სისტემაში მყოფი ბევრ მოსამართლეს განსასჯელის გამზე მოუწევს ჯდომა. მათ ჩვენ ვერ შევეხებით, არ შევეხებით. თუმცა ისევ სასამართლო ადებს საბოლოო ვერდიქტს, ხომ ასეა თქვენს გამოძიებულ საქმეს. რა თქმა უნდა, სასამართლო დამოუკიდებელი სასამართლო გამოიტანს ვერდიქტს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე და ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი.
ეს ჩვენი ხელისუფლება, ქართული ოცნება და ის პოლიტიკური ნება, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში იარსებებს, იქნება ამის გარანტი. ეს არ არის რთული ამოცანა. ამის უზრუნველყოფის ბევრი მექანიზმი არსებობს და ყველა მექანიზმი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, იქნება მხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი, კანონიერი და სამართლიანი, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ მივცემთ არავის იმის შანსს, რომ იმ ტიპის პრობლემები გაჩნდეს საქართველოში, რაც იყო 2004 წლიდან მოყოლებული. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ჩამოივლის უწყება და ადამიანებს იარაღის მუქარით დააწერინებს განცხადებებს გადადგომას. ქართული ოცნების ხელისუფლება იქნება ხელისუფლება, რომელიც სამართალს გააჩენს საქართველოში. ეს იქნება ხელისუფლება, რომლის პირობებშიც მხოლოდ კანონის შესაბამისად დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება. მაგრამ მე როგორც იურისტ შემიძლია დავინახო როგორც იურისტ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი დღევანდელი მოქმედი მოსამართლე განსასჯელის სკამზე. იმიტომ რომ მე კარგად ვიცნობ საქმეების დიდ ნაწილს, გახმაურებული საქმეების დიდ ნაწილს, ვესწრებოდი უამრავ სასამართლო პროცესს, სადაც მეფობდა უკანონობა, სადაც იყო ზეიმი უსამართლობის და უკანონობის, კანონის და კონსტიტუციის ყველა ნორმის და მუხლის დარღვევის. რა თქმა უნდა, ეს საკითხები იქნება შესწავლის. ძალიან მაღალი ინტერესის საგანია საზოგადოების მხრიდან და შესაბამისად იქნება სკრუპულოზური, დეტალური შესწავლის საგანი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა კომისია და მისი შესაძლებლობები, რესურსი ასევე ვერ იქნება განუსაზღვრელი, ხომ ასეა? როგორი იქნება პრიორიტეტები თქვენი, ანუ რიგითობა საქმეების, როგორ უნდა დაალაგოთ? საქმე 8 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულები ძალიან ეს არის ეს ერთხელ უკვე ითქვა და მეც გავიმეორებ, რომ აი ეს რაც მოხდა დღეს, მაგალითად ტელეკომპანია იმედის გადაცემა, კარგი მაგალითია და შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მაგალითი. თუ კი ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ იმიტომ რომ დღეს ტელეკომპანია იმედი გადაეცა დაუბრუნდა ოჯახს, ხო როგორც მე გავიგე ხას ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ და ძველი დირექტორი დაუბრუნდა და სავარაუდოდ არის იმის შანსი, რომ ეს ტელევიზია დაუბრუნდეს თავის პირველდელ მდგომარეობას. ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია. ოღონდ მე აღფრთოვანების შეძახილები არ მაქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, სულაც არ ნიშნავს, რომ დღეს გიორგი არველაძემ ისეთი გმირული აქტი ჩაიდინა, რომ ამის გამო ჩვენმა სტაში უნდა დაუკრათ და ყველაფერი უნდა ვაპატიოთ. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენი ამოცანა არის ზუსტად ის, რაც მოხდა იმედის შემთხვევაში, ანუ ქონება დაუბრუნდეს, საკუთრება დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, მაგრამ ამასობაში იმის მიუხედავად, ეს იქნება ნებაყოფლობითი, თუ იქნება უკვე სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შესაბამისი, ის ადამიანები, რომლებიც ამ ძალადობით იყვნენ დაკავებული, იმ ადამიანებმა პასუხი უნდა ააგონ. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გიორგი არველაძე მორჩა, დასუფთავდა და ეხლა მასთან დაკავშირებით აღარავის პრობლემა არ ექნება. ჩვენ ცხოვრობდით სისტემაში, როდესაც ხელისუფლების შეცვლიდან მეორე დღეს უცბად მაგალითად ბენზინის ფასმა დაიკლო. იცით დადასტურდა ყველაფერი, რაზეც მანამდე ვლაპარაკობდით. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არჩევნების დროს ჩვენს აქტივისტებს ერთმანეთის მიყოლებით იჭერდნენ, აპატიმრებდნენ, უაპელაციოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პირიქით აპატიმრებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიდეო მასალა გვქონდა, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, მოსამართლე ამას უყურებდა და ამის მიუხედავად მაინც ჩვენს მეგობრებს იჭერდნენ. 2 ოქტომბერს იმავე მოსამართლეებმა, ან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეებმა ის ადამიანები გამოუშვეს ციხეებიდან. ვითომ არაფერი მომხდარა და ვიღაცას განცდა აქვს, რომ დღეს იმიტომ რომ ასე იქცევა, ეს კარგია და ჩვენ უნდა ტაში დაუკრათ. ზუსტად ისეთივე სამარცხვინოა მეორე გადაწყვეტილებები, როგორც პირველი გადაწყვეტილებები იყო. იგივე სიტყვით ბიზნეს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აბსოლუტურად იგივე სიტყვით ბიზნეს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე თუ აღდგენაზე თუ მინიჭებაზე რა მნიშვნელობა აქვს. ეს ხომ აბსოლუტურად იგივე ამბავია, იგივე ხაზია, არაფერი არ შეცვლილა. როგორი მორჩილებიც იყვნენ, ეხლა აი ჟურნალისტებს გიყვარდათ ხოლმე საუბარი ცენზურაზე, რომელიც არასდროს არ მესმოდა, რას ნიშნავდა და აი ეს დაემართათ ეხლა მოსამართლეებს. და უცბად ვიღაცას გაუჩნდა პოლიტიკური ნება და ამიტომ ჩვენი ყველა დაკავებული აქტივისტი მეორე და მესამე დღეს განთავისუფლდნენ ციხეებიდან. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ისინი უკანონოდ იყვნენ ციხეებში, მაგრამ ეს ხო მათი ნებაყოფლობით გადაწყვეტილება არ იყო. არც პირველ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში. არც პირველ შემთხვევაში უხელმძღვანელია შინაგანი რწმენით, რომელიც მოსამართლეს ჩამოუყალიბდა და არც მეორე შემთხვევაში. ამიტომ ეს არის სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს. ეს არის, რაზეც ლაპარაკობდნენ აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ
ათასობით რამოდენიმე დღის განმავლობაში. სისტემა უნდა დაინგრეს, არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ არჩევნებით ახალი ხელისუფლება უნდა მოვიდეს. სისტემა უნდა დაინგრეს იმას, რომ პირველ რიგში მენტალურად უნდა დაინგრეს შიშიც, უსამართლობის განცდაც და ძალადობის ალბათობა, რომელიც დაშვებასაც ჯერ კიდევ აკეთებს მოსახლეობა იმ ფონზე, რომ ისევ უყურებს ამათ. და ხედავს, რომ ყოველდღიურად ჯერ კიდევ ბედავს ნაციონალური მოძრაობა და ის ხელისუფლება, რომ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც ხვალდაზე ახალი პარლამენტი რომ მოვა, აუცილებლად გაუქმდება. მე ვხურობ ხოლმე ეს დღეები, რომ სახლობანას თამაშობს სააკაშვილი თქო. იმიტომ რომ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ პრეზიდენტი ვარ, თავის თავს ეძახი ისე თქობა. ოღონდ ზუსტად ნამდვილად ვერ ხვდები, რას ფიქრობს, რა მოხდება 2 კვირის შემდეგ, როდესაც პარლამენტი დაიწყებს საქმიანობას და ახალ საკანონმდებლო ინიციატივები გაჩნდება. მაშინ როგორ ხსნით აი ამ ფონზე დასავლეთის დამოკიდებულებას კერძოდ თუნდაც ამერიკის პრეზიდენტის დღევანდელ წერილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილმა დემოკრატიულმა სისტემამ განაპირობა, რომ ასე კარგად მოხდა ხელისუფლების ჩანაცვლება. ხო, ეს არის ის ტონალობა, რომელიც აირჩიეს ჩვენმა დასავლურმა პარტნიორებმა, იმიტომ რომ მოლოდინი აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ძალიან მაღალი ხარისხის ძალადობის არჩევნების შემდეგ, ყველას ვინც დარწმუნებული იყო, რომ ქართული ოცნება იმარჯვებდა არჩევნებში, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს გამარჯვება ამ გამარჯვებას აუცილებლად ხელისუფლების მხრიდან ძალადობა მოყვებოდა. და რადგან ეს არ მოხდა, ამან გამოიწვია საყოველთაო აღფრთოვანება, როგორც ჩანს. მე არ ვიზიარებ ამ შეფასებებს. ყველას მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არც ერთი წუთით, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ის ძალიან მძიმე 11 თვე, პრინციპში უკვე 1 წელი, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, როდესაც მთელი 8 წლიანი მმართველობა თავიდან ბოლომდე, მთელი სისასტიკით ამ 1 წლის განმავლობაში კონცენტრირებული იყო და კიდევ ერთხელ თავი გაგვახსენა. და ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად 1 ოქტომბერი. საქართველოს ხელისუფლება ბოლო წუთამდე, 8 საათამდე საარჩევნო უბნების დახურვამდე არაფრის დათმობას არ აპირებდა. ერთადერთი რაც მოხდა, ის კი არ იყო, რომ დემოკრატიული სისტემა შექმნა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უზრუნველყო თავისუფალი არჩევნები. თავისუფალი არჩევნები არის, როდესაც მოქალაქეები თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში აკეთებენ არჩევანს მასიურად და ყველა. ეს არ მომხდარა. მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა არჩევნებზე. იმდენი ადამიანი მოვიდა და მე სულ ვამბობ, რომ ამ არჩევნების ბედი გადაწყვიტა იმ თაობამ, რომელიც არასოდეს არჩევნებზე არ წასულა. და რომელმაც ძალიან ათლად თვალხილულად დაინახა საფრთხე, რომელიც ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში მას ემუქრებოდა. აი ეს ნამატი, საარჩევნო ყუთებთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და 1 ოქტომბრის არჩევნებს შორის, იყო სწორედ მთავარი მიზეზი იმ შედეგის, რომელიც დადგა. არის რაოდენობა ხალხის, რომელიც აღარ ყალბდება. იქ შეუძლებელია უკვე გაყალბება. მე ყველა ოლქში ესე იყო. ჩემი ოლქის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. იყო სოფლები, სადაც ყველა მოვიდა, ვინც სოფელში ცხოვრობს. არც ერთი ადამიანი სახში არ დარჩენილა. ეს აღარ ყალბდება. და ეს იყო ზუსტად თავარი სიურპრიზი ამ ხელისუფლებისთვის, რასაც უკვე ვერაფერს ვაღარ ვუსაუბრობ. ძალიან დიდი მადლობა. თინა ხიდაშელი პასუხობდა მთავარ კითხვას, მე ხვალამდე გემშვიდობებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.